ახალი ამბავი, ანუ breaking news. რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთმანეთს ალიასკაზე შეხვდნენ. რითიც უნდა მიღწეული ყოფილიყო უკრაინაში ომის დასასრულის დასაწყისი. რაზედაც 3 საათიანი შეხვედრის დროს დეტალები ჩვენთვის უცნობია, რაზე ისაუბრეს, ანუ დახურულ კარს მიიღება, მაგრამ შემდგომ, როდესაც პრესკონფერენცია გამართეს პუტინმა და ტრამპმა, მან, რავი, აი, ერთი მეგონა რომ არ ჩაეხუტებოდნენ, ანუ ჩახუტების გარდა აბსოლუტურად ყველაფერი მოხდა, იმდენად მშვიდი, მეგობრული და ძალიან დიპლომატიური იყო მათი შეხვედრა ყოველგვარი მუქარებისა და განსხვავებით, აი როგორც თეთრსახში ზელენსკი რო ჩაიყვანა 4 თვის წინ ტრამპმა ხო გახსოვთ რა სკანდალები მოხდა იქ, ანუ განსხვავებული. ანუ ადამიანს იმას რა ქვია, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც კრიმინალს უწოდებენ, ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ წითელი ხალიჩა გაუშალა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო გველის, უნდა განვიხილოთ ეს შეხვედრა, ყველა დეტალი, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე სრული შემთხვევაში გაკეთეთ დონაცია და არხის განვითარებაში დაეხმარეთ, ასევე შეგახსენებთ რომ აქვს ახალი ინსტაგრამი, სადაც შეგიძლიათ ამოფოლოვოთ და ყოველდღიურად ჩემი პოსტები ნახოთ. დაასტოპეთ ვიდეო, გამომიწერეთ და შემდგომ გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება. ეხლა მოდი აი დავიწყოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. პრეზიდენტ პუტინი შეწყვიტაო მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასო? და ესეთი რეაქცია ჰქონდა. ეს ძალიან სიმბოლური იყო, ანუ ორივე თვითმფრინავი რო გაჩერდა, გაიშალა წითელი ხალიჩა და პირდაპირ აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. იმიტომ რომ თითქმის სინქრონულად დაეშვნენ ალიასკაზე რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი. ნუ ბოლოს ისინი შეხვედრილები იყვნენ 2019 წელს, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპის. და აგერ ელოდება. ისტორიული კადრები, მეგობრებო, ისტორიული კადრები, როგორ ხდებიან დონალდ ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს ალიასკაზე. ნუ აქ ახლა დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, აქ დიპლომატიური ეტიკეტით გათვალისწინებული მოკითხვები და სხვათა შორის გუშინ გავიგე მე პირველად პუტინის ინგლისური. ანუ არ ვიცოდი საერთოდ რა, ვიცი რომ პუტინმა გერმანული იცის. არ ინგლისური პირველად გავიგეთ. აი ნახავთ მაგასაც. ხო რა, რო გვეგონა აქ რაღაცები, აი ეს იყო ძალიან საინტერესო კადრი, ხა ვნახავთ რომ ტრამპის და ანუ ამ სანამ კადილაკში ჩაჯდებოდნენ, ამ დაბრუნებულ კადილაკში, მაქამდე ბიორმა და ამერიკულმა ესკადრილიამ გადაიფრინა პრეზიდენტების თავზე და პუტინმა ის იახედა ბავშვები რო არიან, ხო იცით იმაზე რა ქვია, აი ის რო არის რა ქვია, ჩვენთან რო ახლა აღლუმი რო ტარდება ხოლმე მილიტარისტული რა და თვითონ რო გადაიფრინეს და თავს რო გააყოლა, ეგრე გააყოლა პუტინმა. ნუ ეს იყო რა თქმა უნდა ამერიკული მუსკულების დანახვა, რომ აი ამერიკა და ტრამპს ბრეკაობა ეხა მაგრა ევასება და ხო იცით მარიაჟობაში. აი აქაც კადრი გამოჩნდა და აიდანაც პუტინი იცინის უკანზიან. ხო ანუ აი ძალიან განსხვავებული იყო, არ ერთი შეხედვით რო შეხედვა, წვინა ადამიანით რო შეხედვა, ძალიან განსხვავებული იყო ეს, როდესაც ზელენსკი ჩაიყვანა ვაშინგტონში და პოლიტიკურად აკაჩავა იქ, ანუ განსხვავებული საერთოდ. იმის დამიხედავად, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე პუტინის მიმართაც ტრამპი ძალიან მკაცრი გახდა, მათ შორის სანქციების დამუქრებითა და სხვადასხვა საკითხების გართულებით, მაგრამ აბსოლუტურად სხვა იყო ამათი შეხვედრა. მე რასაც არ ველოდი. აი ეს კადრები მინდა ვნახოთ, ეხა ეს კადრები მინდა ვნახოთ. სხვა დიაპაზონიდან, სხვა კურსიდან. რა ლამაზი ეს კადრელია ხალხო, ბიორის აი ეს მთელი გვერდზე მომჯდარი ეს გამანადგურებლები და შორჩი სტრატეგიული ბომბდამშენი რა და ამით დაანახა ტრამპმა რომ ამერიკასთან გაგშენ საქმე ვიღაცა კი არ არის. ეხლა რა იყო აქ, მოდი უცებ რო შევჯერდე და თქვენ გითხრა, აი გაიმართა აქცია კიდე შიგ უკრაინელების, მოდი ესეც ვნახოთ ბარემ. აი ამერიკელი ლიბერალის იგივეა, რაც შიგ უკრაინელი, შიგ ევროპელი ერთი და იგივე. Trump thinks he can negotiate anything. ტრამპი ფიქრობს, რომ ყველა შეულიაო მოელაპარაკოსო. He can't negotiate himself out of a paper bag. თავის თავსაც არ შეუძლია რომ დაელაპარაკოსო. They are our allies. Russia is our enemy. ანუ ისინი ჩვენი მოკავშირეებიანი ან რუსეთი არის ჩვენი მტერიო. Let's not get it twisted. This is just grandstanding for Donald Trump.
He likes to look good and think he's doing something, but he's not doing anything. ანუ რა შეხედო ესეთი რამეო, ანუ გონი რამე საკეთებსო სინამდვილეში საერთოდ არაფერს საკეთებსო ტრამპზე ამბობს ამას. რა ეს Gulf of the Mexico. ეს უკვე ნახეთ ვინ არის Gulf of the Mexico. ეს ტრამპა რო Gulf of the America შეცვალა, ანუ აქტივისტი არის მაგის, რომელიც ისე უწოდებს, რომ ამერიკის სრუტის მაგერად არის მექსიკის, ბოდიში თუ მექსიკის ყურე. And meeting with Putin is, I mean, Putin ომის კრიმინალი. Actually, I don't know who's worse in terms of making a deal and not actually adhering to it. So there's two guys in a room, neither of whom can be trusted or can trust each other. ხო, ანუ ეს არის სავარაუდოდ დემოკრატების სამორჩილი ამბობს, რომ არც ტრამპი არ არის სანდო არაფერშიო და არც მისი ეგრეთ წოდებული მეგობარი პუტინიო რა. და არაფერში არ უნდა მენდოთ. America can help, but Trump has failed again and again. Are we really going to make any progress with Putin, who hasn't even bothered to show up for so many other? ეს იმას არ აქვს, თათია რო არის აქ. ქალია თუ კაცი რო ვერ გაგვირჩევი აქტივისტი რო არის. იმენა ეგ მეგონა. აი ხო ერთმანეთს ზღვანან ბიჭო. გეუბნები ეს რაღაც ქარხანა და ლიბერალები იქნებიან რა. ანუ არ ჯერ ლიბერალი არ იბადება, სამშობლოში არ იბადება, ლიბერალი სპამდება. ან სპამს განიცდის, აი სპამ ფუნქცია ხო ისი თამაშებში რო არის. აი რომ მოკლები რომ გაჩნდები ეგრევე. აი დაახლოებით ეგეთი ფუნქცია აქვს ლიბერალებს. და იმენა თათია არის, აი ქართველი თათია. და აი რა მარტივია განსაზღვრო, ვისი მხარდამჭერია ხა ეს და ვის წინააღმდეგია. ხო ძალიან მარტივია. Again, Mr. President. ხო აი აქ იყო ძალიან საინტერესო. პირველად გავიგებთ აქ პუტინის ინგლისურს რა, ხალხო, პირველად ცხოვრებაში. და ესეთი რაღაცით სრულდება ეს ანუ გაიმართა 3 საათიანი დახურულ კარს შეხვედრა. მერე იყო საჯარო ბრიფინგი, ოღონდ ჟურნალისტები ნაკლებად ჩარიეს ამ ყველაფერში და დასასრულს ეუბნება რომ ჩვენ მივაღწევთ ამ შეთანხმებასო, ომის დასრულებასო და ეხლა რას პასუხობს გადაგითარგმნით პუტინი რა. I'd like to thank you very much and we'll speak to you very soon and probably მალე see you დაგელაპარაკები again very და soon. ძალიან მალე შეგხვდები ისევ. Thank you very much, Vladimir. მადლობა ვლადიმირო. Next time in Moscow. შემდეგ ჯერზე მოსკოვში. Oh, that's an interesting one. I don't know. აქ ხა ტრამპს რა but ტრამპს რა გაუკვირდა ის რომ ინგლისური იცოდა, ესე კარგად თუ პირველად საჯაროდ რომ მოვისმინეთ პუტინის ინგლისური, არ ვიცი. აგედლით ხო ეს ძალიან აი მოსკოვში წარგი ტრამპი რომ მოსკოვში ჩავიდეს რა. ტრამპი რომ მოსკოვში ჩავიდა, ეგ წარმოიდგინე. I could see it possible. შეიძლება მოხდესო. Thank you very much, Vladimir. And thank you all. და ეს არის აი ეს კადრია ძალიან საინტერესო. მე მოკლედ წაგიკითხავთ ეხა რეზიუმეს, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ, ვინც ვერ გაიგეთ გუშინ Fox News-დან, CNBC-დან ეს თარგმანი, ან ვისაც ქართული მედია საშუალებისთვის არ გიყურებიათ, აი პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი და ეხა მოკლედ წაგიკითხავთ რა იყო შინაარსი. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი სიტყვა დაიწყო ტრამპისთვის მადლობის გადახდით, მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა რომ რუსეთისა და აშშ-ის მეზობლები არიან, რომ ალიასკა რუსეთის ისტორიის ნაწილია და ასევე არსებობს რელიგიური კავშირი მათ შორის. მაგ კონსტრუქციულ უწოდა ტრამპთან მოლაპარაკების და გაიხსნა თავისი გაჩერება მაგადანში. მაგადანი ეს ქურდების ქალაქი და დიდი ციხეების ქალაქია უკიდურეს რუსეთში. სადაც მან მოინახულა მემორიალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში აშშ-სთან თანამშრომლობას ეძღვნება. თქვა რომ 4 წელი სამიტები არ ჩატარებულა, რაც ძიმე პერიოდი იყო ორმხრივი ურთიერთობისთვის და სიხარულით აღნიშნა რომ ახლა დაიწყო დიალოგის ახალი ფაზა. ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ამის დასრულებაში. ანუ აქ საუბარია ომზე რა თქმა უნდა. ამავდროულად დარწმუნებული ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი უნდა იყოს. საჭირო ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის და ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით, საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა მთლიანი მსოფლიოში ამ უსაფრთხოებისა და ამ სამართლიანობის შენარჩუნება. ნუ ესეთი დიპლომატიური ნუ ხა როგორც გაირკვა 70% ჩვენ არ ვიცით ხა იქ რაზე ილაპარაკეს და 3+3 ფორმატით იყო შეხვედრა, აქ ხდებოდა პრეზიდენტები საგარეო საქმეთა მინისტრები ლავროვისა და SSR-ის მაიკი იყო ჩასული ალიასკაზე, მარკო რუბიო ხდებოდა იმას რა ქვია ლავროვს და კიდე მაგათი მოადგილეები ერთმანეთს, ანუ სამხრივი ფორმატი იყო, იდეაში ითვალისწინებდა უკრაინაში სწრაფ ომის დასრულებას, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ იმან რა ქვია, აი ეგ პუტინმა ჩაუტანა დოკუმენტების თელი დასტა. ტრამპს სადაც იყო ისტორიული მტკიცებულებები მის შესახებო, რომ უკრაინა არისო ისტორიული რუსეთიო. და აქ იყო მთელი ეს მეცნიერული, მთელი ისტორიული, გეოპოლიტიკური ეს ნარკოვები და მთლიანი ეს მასალა, რამდენადაც გაირკვა ეს ნაწილობრივ სიმართლე იყო. ნუ ეხლა თქვენ გახსოვთ აკერ კარსონთან პუტინის დიალოგი, სადაც დაახლოებით 1 ნახევარი საათის განმავლობაში ეს რა ქვია ტრამპი საუბრობდა იმას, რომ პუტინი საუბრობდა იმას, რომ რამდენად იყო იაროსლავ ბრძენიდან დღემდე და ლენინამდე როგორ იყო უკრაინა რუსეთი. ანუ ამაზე იყო საუბარი ძირითად შემთხვევაში და ხა ტრამპი არის ეს მომენტებში ხო ისე მიამიტი და უფრო მეტად სუპერ პაუერებს აფასებს ვიდრე ანდერდოგებს, ანუ ამ შემთხვევაში უკრაინას.
და ეს ჟესტი აი ხა ესე რო ზიან, აი ხა დააგანან ახლა ხო ტრამპი, პუტინი და ეს ადამიანი გამოხატავს იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელიც განიხილება უკრაინაში ომის დასრულება და ტერიტორიების გადანაწილება, საერთოდ არც ეძახიან ზელენსკის. რაც უკრაინის დიპლომატიისთვის ჩემი აზრით არის აი თავზე აფშის მთლიანად გადასხვა. წარმოიდგინეთ თქვენ უკრაინის ტერიტორიების მიწების გადანაწილება უნდა მოხდეს და მათ შორის ტრამპმა შეთავაზა ესეთი რაღაც ერთი კვირით ადრე, რომ ძვირფასი ლითონები შეულიო რუსეთმა ნაწილი წაიღოსო. ეს რას მაგონებს, იცით? აი 1555 წლის ამასიის ზავს, ოდესაც ოსმალეთმა და სპარსმა და საქართველოს გაინაწილეს რა. მაგას მაგონებს მართლა. ეხლა რომ შევხედო განმოსახერა გამოდის ორი იმპერია ინაწილებს ამ მიწას. მე რომ ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინის მთავრობას რო ვაკრიტიკებდი და ყველა გამოდიოდა და მეუბნებოდა უკრაინა გეზიზღება, უკრაინა კი არა მეზიზღება, ბიჭო, პირიქით უკრაინელები მეცოდებიან, რომ აი ამ დღეში ჩაყარეს, დედა უტირეს, რისთვის მოკვდნენ ის საწყალი ჯარისკაცები, თუ აი დედა მომიკროს, აი ხანახა რო ფიქრობ, გიჟდები და მართლა თქვენ ყალხზე მიდგება, აი რისთვის მოკვდნენ ამდენი ქართველები, ამდენი უკრაინელი, რისთვის მოკვდნენ ამდენი წლების განმავლობაში, რომ აი ეს ჩასულიყო ეხა ალიასკაზე და ხელახალი გადანაწილება მომხდარიყო ამ ტერიტორიების. ისე რომ უკრაინის მხარესაც კი არ სვავენ მოლაპარაკების მაგიდაზე და ტრამპი ეუბნებოდა პუტინს, რომ ზელენსკი შეგახვედრებო და ეს უიჭველი მოხდება და ამაზე სათქო უნდა გავაშუქებ ყველაფერს. რა ლოგიკასთან გვაქვს საერთოდ ჩვენ საქმე. მოდი და არ იფიქრო, რომ ყველაფერი გარიგებულია რეალურად და ამ ომით ძალიან დიდი ფულია გაკეთებული. როგორც ამერიკაში, ასევე თვითონ უკრაინის მაღალ ეშელონებში. ცოდვა ის ხალხი, ვინც ამ ომში იკვდებოდა. და ის დედებია ცოდები, რომელთა შვილები სახში ვაღარ ბრუნდებოდნენ. და თუ ამის გაგება ესეთი რთული? უბრალოდ ამის გაგება არ გვინდა, რომ ადამიანი მიამიტებია და გონია რუსეთი ოკუპანტი, რუსეთი იმეშვება, ფულის საკეთებელი მანქანაა ჩვეულებრივად. და ეს მთავარი ფორმულა და ეგენი აშტერებდნენ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში, რომ რუსეთი ომში იმარჯვებს, ხვალზე რუსეთი ინგრევა, რუსეთის დედა აგერ ჩადის და ჩვეულებრივად აღდგება ყველაფერი. სანქციები სენელა რუსეთს მერე მოიხსნება. და რა, წაიღებს იმ ლუგანსკი, დონეცკი, ზოპოროჟიე, ოდესასაც წაიღებს დარწმუნებული ვარ და რა, ამით აი რისთვის მოკვდნენ უკრაინელი ჯარისკაცები? აი საწყალი გმირი ჯარისკაცები რისთვის მოკვდნენ? მე სროქს ვაძლევ ზელენსკი, აი არა უმეტეს 2 წელიც არ აქვს მას დარჩენილი თავის საპრეზიდენტო ვადასა და საერთოდ უკრაინაში რომ მას ფეხი დაეთქმებოდეს. ნენელა უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები. გენოფონს უკლავს უკრაინას ხალხო. კიდე მე მეზიზღება, რაშუა შესიზული პირიქით უკრაინელები მეცოდებიან და იმიტომ მეცოდებიან, რომ ზელენსკის რაიმე გარიწარი პრეზიდენტი ყავს, რომელმაც არც ერთ შეთანხმებას ამ ომის განმავლობაში, მათ შორის სტამბულში ჩატარდა ეს თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, არც ერთ დიალოგს არ გაყვა იმაზე, რომ სამშვიდობად მოეგვარებინა ეს პრობლემა. და დღეს, ოდესაც ტერიტორიაზე კარგავს. და იცის რომ რუსეთის ხასიათი რა არის, რომ რუსეთი სულფეხზე კიდია, რუსეთმა შეიძლება მილიონი ჯარისკაცი შეაშილოს რამეს, მაგრამ თავის არსებულ მიზანს მაინც მიაღწიოს. იმიტომ რომ რუსეთი არის ეგეთი იმპერია, ფეხებზე კიდია რამდენი მოუკვდება. და შენ ესეთ იმპერიასთან, რომელიც არის ბირთვული იარაღით შეიარაღებული, როდესაც შენ მოსახლეობას ესე აი აბსოლუტურად შიშველი ისე ტოვებ, ეს დანაშაულია შენი ხალხის წინაშე. ამით შენ ხალხს უწყობ გენოციდს. რატო დაბლოკეს სტამბულის ფორმატი? რატო დაიბლოკა? იმიტომ ხო არა რომ ეს მართლა deep state-ისგან იყო ეს მესიჯები მოსული ევროპიდან. რომ ეს ომი უნდა გაგრძელებულიყო. რატო დაბლოკა ბორის ჯონსონმა უკრაინაში ეს ისენი რა ქვია სამშვიდობო ინიციატივები? იმიტომ რომ ამით ფული უნდა გაკეთებულიყო. უნდა ეხეირათ BlackRock-ს, Vanguard, State Street-ს. აი ეს არის ხალხო რეალური ომები. დღევანდელი ომები არის ფულის საკეთებელი მანქანა. ჯარისკაცი გმირი ყდება და ვიღაცა ბოდიში და პროჭი მდიდრდება ამით. აი ესე არ შეიძლება ხალხო. ეს არის ყოველდღე აღმაშფოთებელი რამ. ამიტომ მე რო ვიცი პოლიტიკა როგორია და რო ამათ ვეუნებოდი ამ შიგევროპელებს და იმათ და რო არ ეჭერა ჩემი და პუტინი გიყვარს რაშუაში პუტინი რატომ უნდა მიყვარდეს? სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მე ვიყავი მართლა ამდენი ხნის განმავლობაში. აგერ შეხვდნენ ერთმანეთს და ჩაულებრივად ეს წითი ადამიანი რომელსაც ჰააგაში ბემიან ნეთანიაჰუსთან ერთად აიძებს სოფლიო ის რა ქვია ინტერპოლი მოდი ესე ვთქვა და აღმოჩნდა რომ ალიასკაზე წითელი ხალიჩა გაუფინეს. აი ეს არის პოლიტიკური მანიქებლობა ხალხო, აი პოლიტიკური მახინაციები. აი დააკვირდით. როგორ მეგობრულად, როგორ წყნა, როგორ შვიდად და როგორ სიცილი და კისკისით საუბრობენ. აი რა ეთყობა ეხა რომელიმეს რომ ხვალზე რაკეტებს ესვრიან და რა ეთყობა რომ რომელიმე ქვეყანა აქედან ერთმანეთს ომს დაუწყებენ. იმის გამო თან უკრაინის გამო. უბრალოდ ცოდვარი ის ხალხი, რომელიც ამ ომში ეწირა. ცოდვარი ის ხალხი, რომელიც დაზარალდა ამ საშინელი ომით. საშინელება ეს უნდათ საქართველოში მომხდარიყო და კოვზინ ნასარში ჩაუვარდათ.
და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ და სამწუხაროდ კიდევ ალბათ დიდ ხანს ვერ გავაცნობიერებთ და მოვა იქ რომ ჩვენ მივხვდებით რას ავწდით ჩვენ ამ პროცესებში რა რას გადავრჩით ამის საფრთხე რა თქმა უნდა ხვალაც არსებობს მაგრამ მინიმალური მაგრამ თქვენ რომ გადახედოთ ბოლო 1 წლის განმავლობაში რეებს ჩვენ გადავრჩით რა ზეწოლა იყო ჩვენი სახელმწიფოს მიმართ რავი არ ვიცით თქვენ თუ კიდე ამას ვერ აცნობიერებთ მაგრამ საუბარი ზედმეტია მაშინ რა ნუ საბოლოო ჯამში არ იყო ბევრი დეტალი მეგობრებო გასაჯაროებული Fox News-ი რომელიც ტრამპის თავალი პროპაგანდისტი, არაფერი მაგას ისეთი არ უთქვია, რომ რამე შეთანხმებას იქნა ისეთი მიღწეული, არის გარკვეულ ფაზებად დაიყოფა შეთანხმება, ასევე მერე ზელენსკისაც ჩაათრევენ სადღაც და იმასაც დაისვავენ, ეხა სიმბოლურად სადმე და რაღაცებზე ხელს მოაწერინებენ. საბოლოო ჯამში ის არის მეგობრებო, რომ ჯერჯერობით ამ ომის დაწყება, დასრულებას მაინც არ უწერია, ესე ვთქვათ, ის დრო რასაც ჩვენ ტრამპი შეგვპირდა ომის ის პრეზიდენტობის მეორე ვადით არჩევისას რომ ის მალე დაასრულებდა ეს არ მოხდა ეხლა ეს ყველაფერი გაიწელება ცოტა შეხვედრები იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ასევე შეიძლება ტრამპი და პუტინის საერთოდ კიდევ ერთმანეთს ვერ შეხვდნენ მაგრამ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საბოლოოდ გავა იქამდე რომ დაუდებენ აგერ უკრაინას გამზადებულ გეგმას აი ეს მიწები ძმა უნდა აღიარო რომ არის რუსეთი, ყირიმი უნდა აღიარო რომ არის რუსეთი და მოვაწერ ხელს, არ მოვაწერ რომ მიგაგზელება ჩაიხოცები, მე შენ აღარ დაგეხმარები. და რამდენად წაგებული ამ ომში, პირდაპირ რომ წაგებული ამ ომში გამოდის ეს უკრაინა. რატომ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი ეგერთი, მისი გენოფონდის უდიდესი ნაწილი შეეწინა ამ ყველაფერს, მისი ტერიტორიული ინფრასტრუქტურა და ისინი რა ქვია, სახლები და სტრატეგიული პუნქტები იქიდან განადგურებული, ის კარგავს ტერიტორიებს. რუსეთი მონსტრია, რუსეთს ფეხებზე კიდე რამდენი მოუკვდება ხალხო, ანუ კიდე ვერ მიხვდნენ ეს ყველაფერი. რეალობა ვერ გააცნობიერეს კიდევ. ანუ რუსული გამოთქმა არის, რომ დედა შვილს კიდე შობს. ეს არა რუსული გამოთქმა. ანუ რუს ფეხებზე კიდე რამდენი მოუკვდება. ამათმა ითვალონ. თორე იმათ ყავთ მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალი მაშტენი ამბობდა იმის რა ქვია კურსკის სატანკო ბრძოლაში რომ რამდენ ლეოპარდიც აფეთქებს მაგალითად T-34 საბჭოთა და იმდენი მოდის ზემოდან კიდევ 100-ჯერ მეტი. ანუ ულევი რესურსი აქვს მაგ ხრივ ადამიანური. ძალიან დიდი. მithumetes გაითვალისწინეთ რუსეთი მარტო უკრაინას კი არ ებრძოდა, რუსეთი ებრძოდა კოლექტიურ ნატოსა და არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შიგნით, რომელიც დახმარებული და ხარდაჭერილები იყვნენ მილიარდობით დოლარი ისევ დასავლეთიდან. ამიტომ ყველაფერი ესეთი მარტივი არ არის, როგორც ჩვენ გონია ხალხო. ამიტომ მე მგონია, რომ დიდი ტერიტორიების დათმობა მოუწევს უკრაინას. ასევე შეიძლება ძვირფას ლითონებში გაიცვალოს ეს ყველაფერი, ძვირფას მინერალებში, ნუ შახტები და ისინი უკვე რუსეთს დათრეული აქვს აღმოსავლეთში და აი ამ რეალობით მიდის ეს ყველაფერი ომი დასრულდება, ადრე თუ გიან, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაატყრება სამწუხაროდ უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ მათი პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი კლოუნი, მათი პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი შეგზავნილი აგენტი, რომელსაც უნდა გაეჩაღებინა ეს ომი, გაეჩაღებინა რა მიეყვანა ამ ომის დაწყებამდე და შემდგომ ეს ტერიტორიები ამ ხელოვნური ომის და ხელოვნური მტრის ხატის შექმნით ჩაიბარებინა რუსებისთვის. აი მას ჩვენ გავიგებთ ძალიან მალე. და ზელენსკი სად გაიქცევა, მაგასაც მე თქვენ მოვა ეგ დღეც მაგაზე ვიდეო შევწერ სად გაიქცევა ზელენსკი. რავი, დაწერეთ დაბლა კომენტარებში რას ფიქრობთ ამ შეხვედრაზე, რა მოლოდინები ქონათ, რა გამართლა მაგ მოლოდინებიდან და რას ელოდებით საერთოდ ამ შეხვედრაში, ასე რომ რამოდენიმე დღით დაგემშვიდობებით, დროებით მეგობრებო.